ჯანელიძე რა შტერიაო, ვამეცადინებ ხო? მეც შენი მეცადინეობს რა, ჩემი არ მეცადინეობს, შენ გონია? არა, კი მეცადინეობს, მაგრამ თავში არაფერი არ შედის. ისე ჩემი ძალიან ნიჭიერია. კი. გამორჩეულია. კი. რა არის? გამორჩეული. მანამდე რა თქვი? ძალიან ნიჭიერი. აი მე მოვიდა ფოტო იმანო. გამარჯობა ქალბატონო მანონი. გამარჯობის მადლით იარეთ. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა როგორ ახართ? ძალიან კარგი რომ მობრძანდით, დამაფასეთ. ძალიან კარგი რომ მობრძანდით და დამაფასეთ. როგორ ახართ? კარგად მადლობა. ბავშვები რატო არ არიან? შობელთა კრება გვაქვს. შობელთა კრებაა ეხლა და შობლები დაგვიბარეთ და მე რა? მე და მოვედით. მოვედით ჩვენ. მე რა ვიცი, შობელთა კრება ის არ ვიცი, მე არას მაინც დავწერ. მე ჩემი გეგმა მაქვს. ჩემი გეგმა მაქვს შესასრულებელი, რომელსაც ყოველთვის ვასრულებ, ყოველთვის ვაკეთებ, რაც გასაკეთებელია ესე. ისა მაინტერესებს ჯანელიძის მშობელი რომელია? თუ არის? მე გახლავარ. არის ძალიან კარგი. ლომთაძის მშობელი რომელია? გამარჯობა. თქვენ ახართ ძალიან კარგი. ვახტანგის მშობელი? ხალხო. თქვენ ბრძანდებით. გრიგოლიას მშობელი? ალბათ თქვენ ახართ. ხო, აბა ეს ხო არ გავს ეხლა შენ. ძალიან კარგი. ჯანხოთელის მშობელი? ვაი ბატონი უჩა არ მოსულა. აგვიანდება ბატონო უჩას. ბატონმა უჩა ცოტა მოგვიანებით იქნებ მოვასწრო. ხო, ძალიანაც კარგი. ესე კი არ არის, ხო? გამიხსინა. არ არის. კი ბატონო, სემესტრის ბოლოს არც მე არ მეყოლება მშობელი მე. კი ბატონო, სხვათა შორის ჯანხოთელის ბიჭს და თქვენს გოგოს ჯანელიძის მშობელო. უყვართ ერთმანეთი. ძალიან კარგი რომ მობრძანდით. ალბათ თქვენი მამა ხართ თუ? არა, მე მამამთილი ვარ. მომილოცავს. მადლობა. მე არა ვარ წინააღმდეგ, ბავშვებს თუ უყვართ ერთმანეთი. ბატონო, თავი ბავშვებს უყურებ. რაც მე არა ვარ წინააღმდეგი, რეგულაო რა. არც მე არა ვარ წინააღმდეგი. რა ლამაზი ყვავილებია ისე, მინდა გითხრათ. სად? რა შუაშია ყვავილი? სად არის? შემოსასვლელში ხვევით. მშვენიერი ვარდები იყიდება. ხო. ხო, ყიდით. ყიდიანი ბიჭი. ყიდიანი. ყიდიან. ყავას ხო არ დავლევდი? არა. არა, მე ხო არ დავლევდით ხო, მე? არ შეწუხდები. ამიშა წუხდებით იყავით და არა ქალბატონო. კარგი. დედინაცვლის ბოლო სერიას ვინ მომიყვება მაშინ? ლომთაძის მშობელო, მომიყევი დედინაცვლის ბოლო სერია. არ ვიცი მე. რატო არ იცი? რა ვიცი, სამსახური რაღაც თან დენი არ იყო გუშინი ჩემთან სახლში და ვერ ვუყურე. თქვენთანაც რატო თიშავენ კი? სანთლის შუქზე არ შეიძლება და ყურება? არ ვიცი, არა. ჯანელიძის მშობელი მომიყვება. კი ბატონო. ესე იგი სერია იწყება იმით, რომ ესტებანი არ ახუნებს კარზე. ეს ესტებანი რომელია მაღალი? ხო. გააგრძელებინებთ, უსმინეთ. გააღეშე დამპალო, ეგრე ეძახის. და ცოტა ხანში პაუზის მერე უღებს მარია. ხო. და რატო არ მიღებდიო ამდენ ხანს ესტებანი? ესე იგი იმ თახსიმა უთხრა ხო მაინც ვიცი ხო მერე? მარიამ უთხრა რომ ნაუშნიკები მეკეთაო და იმას უყურებდიო. არ გადამრიო ხო მერე? კლიპსო, რაღაც კლიპსო და ამ დროს ყავდა საყვარელი დამაგული კომოდი. ესე აჰა, გაიგო. საყვარელი, ტიტველი კაცი რო დარბოდა. აი, ღირსია, მერე ხო. მაგ ფილმში ტიტველი კაცი რო არის საყვარელი მაგის. ხო, აი, მერე ტიტულება, მერე? დიახ. და ამ დროს გული წაუვა. გულიცა მაგ საგმარისია, კარგი. ხო შეგძლებია ჯანელიძის მშობელი. ხო შეგძლებია, დაბრძანდი. ძალიან ცუდი მდგომარეობაა კლასში, მე მინდა გითხრათ. არავინ არ სწავლობს გენაცვალე ჩემს გაკვეთის, არავინ არ მესწრება,
დადიან ალთას ბალთას და მე გაგეთვის ყველა მიცდენს. ჩემი ბავშვი დადის. დილას ვიტყვენი ბავშვი დადის. სკოლაში როგორ გაგადრებათ? მოდის აქ. ყოველდღევადზე 50 თეთრს და მოდის. მაგას ვიძახი ზუსტად, მაგას ვიძახი რომ მოდიან სპეციალურად ჯდებიან გაკვეთილზე, რომ ჩაეთვალოთ რომ აქ არიან ის 45 წუთი სპეციალურად ჯდებიან. თორე ისე ვინ დადის? არავინ არ დადის? სპეციალურად რომ მე გამამწარო რომ აქ ჩაუწერო ესა რომ იყვნენ. ჩემი ბავშვი მაგას არ იკადრებს. არა, ჩემი 45 წუთი გაკვეთილზე დაждდომას იკადრებს ჩემი ბავშვი რას ამბობ? ჯანელიძის მშობელს მინდა უთხრა ერთი რაღაცა. მით უმეტეს თქვენი ბავშვი არაფერს არ მიკეთებს აქ. ვის ზენიკ? აი ესე. ვის ზენიკ? როგორ შეიძლება მიხედავ ყველა მემიჩივის, ყველა დამრიგებელი ვაკლეს და ყველა მასწავლებელი მემიჩივის, ბიოლოგია მემიჩივის, მაგას ორიანზე მეც არ ვაღირცებო, ისტორია მემიჩივის, რომ მაგას სამიანსაც არ ვაღირცებო და ქართული კიდე მემიჩივის ის ორსართულიანი გარაჟი საიდან წამოდი. აი ესე, ესეთი მდგომარეობაა. მე არ ვიცი რა ბუნტის თავი აი არაფრის გამკეთებელი რა ხმაური არის ჯანელიძეა დამნაშავე რაღაცა ჩხუბი მოხდა ისევ ჯანელიძეა დამნაშავე იმ დღეს სახლიდან გამოვედი წვიმ და ქოლგა დამრჩა დავსველდი ვინ არის დამნაშავე ჯანელიძე ისე შეაწუხეთ მართლა გული რა აბა ეხა გაჩუმდით ცოტა ხანი სხვათა შორის გუშინ ჩემი ბავშვი სახში მოვიდა ნაცემი ჩალურჯებული ქონდა სახე ვისი ბრალია მე რა ვიცი ვისი ბრალია აბა ვინ იცი მე არ ვიცი მე სახეში არავის არ ურტყავ მე ვიცი ჩემი ტოჩკები მაქვს ჩემი ტოჩკები მაქვს რო არ დაემჩნდეს ისეთ ადგილებში ურტყავ არა ერთი წამით თქვენ წამოიგეთ ხმა ეხ მარტო ჩემი შვილი მოდის ნაცემი მაცად ერთი წამი ჩემი მე დავეთანხმები ჯანელიძის მშობელს ესე იგი მეც მინდა თქვა ნუ მაშინებთ თუ შეიძლება არ გაშინებთ ჩემი ბავშვი გუშინ წინ მოვიდა ესე იგი ლოყაზე აჩდა 5 თითი მერე ჩემი ბრალია 5 თითი რო აჩდა გიჟი და ისა გიჟივი დარბის კორიდორში აქა ვიდექით იმ დღეს მასწავლებლები ხელგაშლილები ლაპარაკობდით ესე ესე 5 თითი მქონდა გაშლილი ეხლა აქეთა ხელი რა მოხდა ხო ადამიანი ხარ ნერვებზე ხარ მოშლი და გაშლი ეხლა ხელს გამოექანა გიჟივი და დაეტაკა დაასკა და ლოყით აი მაცხენა ცელკი არის ბავშვი ცელკი უნდა გიჟია გიჟი დაასკა და დაემჩნა კიდევაც ისა დაემჩნეობდა აბა არ დაემჩნეოდა ხო რა ვიცი მე სხვანაირად მომეყოდა სხვათა შორის ჯოხი გაქვთ მოსატანი აი ესე კოხინორის ფილმის ჯოხი გამიტეხა მშვენიერი აი ისა ნაიკიო ეს ამოტრიფული აქ რო ქონდა გამიტეხა როგორ გამიტეხა და გამამწარა იმ დღეს მოუქნიე გადაუწარი თავზე და რო დაინახა რო ვურტყავდი სპეციალურად აი ეს კუთხე დამიხვედრა მარტი თავის მარტი კუთხე დამიხვედრა და მოხდა იმ ადგილს და გადატყდა ჯოხს როგორ შეიძლება ბავშვი ოჯახში არ უნდა ასწავლოს არ უნდა იცოდეს ბავშვმა რო ჯოხს რო ურტყავს მასწავლებელი თავი როგორ უნდა დაახვედრო ბატონო მანონი იქ ბატონო ერთი კითხვა მაქვს თქვენთან ჩემი ბავშვი რატომ დასვით პირველ მერხზე ნიჭიერია ეთყობა ერთი წამით ის რა პრობლემაა მე რო დავსვირა ის პრობლემაა რომ ზურგიდან ურტყავენ ვიღაცები და მთელი ზურგი აქვს ჩალურჯებული ბავშვს რაცვალებს გენაცვალე უკან რო იჯდა აბა სახეში ურტყავდნენ და არ ჯობია ზურგში არა ჯობია გაჯობ გადამრევი რა ვინ არიან შობლები ხართ არა რა თქმა უნდა ჯობია დაშედარება ერთი წამით როდესაც ჩემი ბავშვი ენაცვალოს მამა შედის საპირფარეშო ოთახში იქ ვიღაც უზრდელი თავხედი ვიგინდარა და ნამუს გარეცხილი ადამიანი არქნევს 20 თეთრს აი მარტო მაგას არავის სხვას ვიღაც უზრდელი და თავხედი და მართლა რა არის ესეთი ნაგავი ადამიანები როგორ შეიძლება როდემდე შეიძლება იყვნენ ვახტანგიშვილის მშობელო მე მგონი მე თქვენს მეუღლეზე ჯერ რაღაც სულ სიტყვებს არ ვიძახი და ავილანძღები და მოდით რა ცოტა დავაწმინდაოთ სიტყვები რა ყველამ თავის მეუღლეს მიხედოს მართლა ეგრე სხვათა შორის გენაცვალე გასასამართლებელი სი რომ მოაქვს აკა სხვათა შორის მაგ იმას რა ქვია თქვენ ბავშვს ზუსტად ემტერება ეგ თქვენი გრიგოლია სულ ურტყავს თავში და რა ვიცი იმას მე გრიგოლიას კიდე ჟანელიძე არასვენებს ხან რას უზავს ხან და ჟანელიძეს კიდე ის ჯანხოთელი ხო საერთოდ გადაკიდებული იყავს მოკლედ და იმას კიდე რა ქვია ნუცუბიძეს კიდე კვეთავს ისა ასათიანი ბატონო რას უშვება ვერ გავიგეთ ნუცუბიძეს კვეთავს ასათიანი თუ რა ვერ გაიგეთ ვინ არის ნუცუბიძე
კაცო, ნუ თუბიძის ქუჩა ხო არის ესე, არ ყვეთავს ასათიანი, თბილისში არ ცხოვრობ თქვენ კაცო. ვინ არიან დედა ესენი? გაგივარდათ სათვალე. დაგივარდეთ. არ დამივარდა. რიგოლიას მშობელს მინდა უთხრა კიდევ. გამარჯობა კიდევ. აგიმარჯოს გენაცვა. აგიმარჯოს. არაფერს არ მიკეთებს, არ შენი ძმა, არ შენი ბავშვი არაფერს არ მიკეთებს. მე მგონი თქვენ რაღაც დღეს ძალიან ისე ხართ განწყობილი. რაშია სა? მე რატო ვარ განწყობილი? რას არ აკეთებს აბა? არაფერს არ სწავლობს. როგორ არ სწავლობს? ბავშვს 10 წელია დედაენა არ გაუშვია ხელიდან სულ ზის და მეცადინია. და თქვენ მეუბნებით არ სწავლობს. ზეპირად იცის აი ია, აი თითი, აი თოხი. თოხი კი. რას ლაპარაკობ? ხო, აბა მალაძე. სტუმარი რომ მოვა დადგება აქედან ციტატებს ამბობს. აი ხელი, აი რაღაც ზეპირად იცის 17 წლის ბავშვი მეტი რა უნდა გააკეთოს, რა უნდა იცის? მალადეც. ხო, იმ წიგნით დადის ყველგან. ეს წიგნი დააქვს თან, ტელევიზორს თუ უყურებს წიგნი ხელში უჭირავს, თუ ჭამს საჭმელს სუფრასთან თუ ზის, იქაც წიგნი უდევს, რო იძინებს ამ დედაინით იძინებს, პონჩიკს რო ჭამს ამ ფურცელში ახლებს და ისე ჭამს ამ წიგნის. და ეს მე თქვენ მეუბნებით რომ ბავშვი არ სწავლობს. საყურით რო დადის ისიც ჩემი ის არის. რა რალია? საყურით? რა და ეგეთი? ესა ჭიკარტი რო უკეთია ყურში აქ. ესეთ დიახ, აი ეგეთი ზუსტად ეგეთი ჭიკარტი უკეთია, გამჭობილია ყურში და დამიჯდება. შეხედა მე მეგონა რომ ვანაობდი მეორე მეთქი ჩამივარ და დავკარგე მეთქი და ბავშვს აუღია, ხედა? ესე მეორე მაგას აქ მოვაცლე იმ ყურს. რომ მითხარით, დიდი მადლობა ქალბატონო მანონი. არაფრის. მადლობა. არა, ორებითაა გავსებული ჟურნალი. ჩემ ბავშვს. დიახ. რატო? მე რა ვიცი რატო არ სწავლობს და იმიტომ. რა საგანში? რა საგანში? რა საგანში ისტორიაში? ერთ-ერთი ეგ არის, რა ვიცი. რომელშიც კიდე რა. მე თვითონ ამეცადინე ბავშვს ისტორიაში. ზეპირად იცოდა ასპინძის ბრძოლა, დიდგორის ბრძოლა და იმის ქადის ბრძოლა. ისი ბრძოლა? ქადის, ქადა. რა ქადა? სკადის ბრძოლა. რა სკადის? მე გან უმანერულებს სკადის ბრძოლა. მოკლედ ცირკები ხართ ეგ შენი შვილი რა მოკლედ ცირკები რა სუფთა რა. ბავშვებო, რაც დარბიხართ აქ კალიდორში, რაც დარბიხართ? რაც დარბიხართ აქ ბისკუტის გაკეთეთ და დარბიხართ. ეს არ შემოეთრეს აქტორი წაიღებს წრის კაცო თავისი ბოდიალით ახლა. გოიოზია? ეს არის ფიზკულტურის არ პედაგოგი. შემოეთრეს ახლა კაცო. წავიდა მე მგონი, აბა გახედეთ. დაიცე ერთი. ერთი წუთი. დაბრძანეთ წავიდა მო. ხო და რას ვიძახდი ეს რომ თქვენი ბავშვები გამარჯობა. რა არის? რა თავყრილობა გაქვთ აქ? რა თაყრილობა რა იყო? რას მოყურადებულ ხარ? რა იყო? ის აბანო აქა თუ რა არის ვერ გავიგე. რა სიჭვიდები? რა შეკრება არის აქ? რა შეკრება, რა შენი საქმეა, რა შეკრება არის? შობელთა კრება მაქვს აქ. ვისი კრება გაქვთ? შობელთა. ესე იგი შობლები სად არის? თავზე მასხედან. შობლები თქვენა ხართ? გამარჯობა. დიახ, ჩვენ გამარჯობა. გაიო ზარტაშალიძე. ფიზკულტუროლოგი, ფიზკულტუროლოგი. ხო. ესე იგი შობელთა კრება გაქვთ? ესე იგი შობლები ხართ თქვენ? ესე იგი რა ხართ შობელთა კრება გაკეთე და იმიტომ შობლები მოხვედი? ხო, ესენი არიან, ხო. ვინ არის ეს? შობელთა კრება გააკეთე სპეციალურად თუ რო ჩვენ მოხული მოსულიყავ თქვენ, ესე იგი შობელთა კრებაზე მოდიხარ თქვენ. დიახ ბატონო გაიგე. შობლები ხართ, ესე იგი ბავშვები შობლები. ხო, გეჩინა, ვინ ახალ კაცო, გიჟი ხარ შენა. შობლები არის, ხო, გუთხარით კიდე, ხო? ხო. დიახ. შობლები ყოფილ ხართ, ესე იგი თქვენ. დიახ. გაიო ზარტაშალიძე ფიზკულტუროლოგი. სასიამოვნოა. კაი რა დროს გინდა ეხლა, რა გინდა, რა? კაი დროს შემოვედი, კაი დროს. ბალადეც, კაი დროს დაგხვდი. ბავშვები თქვენი ბავშვებს ეხლა ბავშვებს შობლები ხო ხართ თქვენ ბავშვებს? ხო. ორებს უწერ ყველას. რატო კაცო?
ორებს უწერ ყველას. რატო უწერ? რატო უწერ? მოდი ჩემ ბავშვთან რატო უწერ? რატო უწერ? რატო უწერ ჩემ ბავშვორიან? ვერ გავიგე. ქრისტები არიან და იმიტომ უწერ ორებს ბავშვებს. შობლები ხო ხარ თქვენ ბავშვებს? დიახ. იმიტომ უწერ რომ ბურთი დამიჭრეს ბავშვებს. მაიცე ჩვენმა ბავშვებმა დაგიჭრეს ბურთი. თქვენმა არა, მაგრამ ბავშვებმა დამიჭრეს ბურთი. ჩვენ რაშუაში? აბა ჩვენ ჩვენ შვილებთან დაგინდათ. ბავშვების შობლები ხო თქვენ ხარ? დიახ. ხო და ბავშვებმა დამიჭრეს ბურთი. ხო და ჩვენ ბავშვებს ხარ დაუჭრეს. კაცო, ბავშვების შობლები ხო ხარ თქვენ? ვერა ხარ შეუბედურო შენა, ვერა ხარ. ვერა ხარ, ცოტა ხო იცი, აი ვაჟაზე ხარ დასაწვენი მართლა რა, ვაჟაზე კი არა და იმაზე. ბელბაქიძეზე ხარ დასაწვენი შეუბედურო მართლა. ელბაქიძეზე უნდა დაგაწიროს კაცმა, ვერა ხარ მართლა. ელბაქიძე აღმართზე? დაღმართზე რომ დაგორდე იქიდან, დაგაგორდე. დავგორდე ესე იგი. დიახ. დავგორდე იქიდან ესე იგი, ელბაქიძის დაღმართიდან. ხო, მერე ისე, ვაიცი, რა ვიცი. ამ საღმოს ასაკეთებ? არამცალია. არაქცალია. ნახე. თითი გავიჭერი. სად გაიჭერი? კალბას ავჭრიდი და მერე რა? არ გეწოდები? მეწოდები საცოდა ვიხარ აბა რა. მე თუ გეწოდები ამ საღამოს ასაკეთებ. არამცალია თქვი, ვერ გაიგე შენ. აჰა, წვერი გავიპარცე და გავიჭერი წვერი. ხედავ, აღე? მერე რა? აკა, ჩიგინდი. მერე? სისხლი წამოვივიდა. მერე რა, რო წამოგივიდა რა არის? სისხლი მოსდის ყველას ახლა. არ გეწოდები მე? მეწოდები საცოდა ვიყარ თქო, გეუბნები და. მე არ გავიგულაოთ. წადი რა, არცალია, წადი კაცო, დაბალაპარაკე, ვინ ახარ შენ? არაქცალია? არაცალია. არაქცალია. არა. აბა რა თმინდა მე ეგეთი სიცოცხლე შეიტყვა რა ქცალია. რა თმინდა? რა თმინდა? დაიოს არტაშარი და ფიზიოლოგი. ბავშვებმა ბურთი დამიჭრეს ბავშვებმა. ხო და ორებს გამოვაყოლებ ყველას. ჩვენ ბავშვებს. კარგი, გამოაყოლე. შობლები ხო თქვენ ახართ ბავშვების და. გამოაყოლე. რა თმინდა უშენოთ სიცოცხლე. აი ესეთ, აი, თქვენი ბავშვები არ მაყლია რომ კიდე ეს ახლა ეს. ესე უხეშად რატო ელაპარაკებით ქალბატონო მაგ. ვერ არის გიჟია, ვინ არის კაცო ეს? არ გადამეკიდა, ვინ არის კიდე. გიჟი არის რა. ახლა მეცინება. ცეცასაცილო კაცი. ხო, ციცილი იქ იყოს და საით? იქით. კლასში ძალიან ბევრი რაღაც არის დაკარგული, გენაცვალე. ძალიან ბევრი რაღაც არის დაკარგული. ხო. იქნება მერე. დაკარგული არის ბევრი რაღაცა, მაგალითად, რაც მოსატანი არის და დასაბაზვრატებელი თუ რაც ქვია იმას, რა ვიცი. მაგალითად, იმ დღეს ქიმიის ლაბორატორიიდან დაიკარგა 4 კილო ტროტილი. ჩემი ბავშვი არ აიღებდა ტროტილს. არა, ჩემი აიღებდა. კაცო, კალაკს არ ჭამს და ტროტილს შეჭამს ჩემი ბავშვი, არ არსებობს. ხო, მე რა ვიცი, ვინც აიღო? ჩემი ბავშვი არ აიღებდა. ვინც აიღო 4 კილოგრამი ტროტილი, მე დრო დასუფთავებული, გარეცხილი, გაცრილი დავდე იქა. ქვაბში, ჯამში ვარ და კლიენტი უნდა მოსულიყო ავღანეთიდან გამეტანებინა. აღარ არის, არ ვიცი, უნდა მოიტანოთ, ვინც მოიტანა, გაარკვიეთ. კიდე ის რა ქვია, ჯანელიძის ბავშვმა გენაცვალე გატეხა შუშა და უნდა მომიტანოს ჯანელიძის მშობელმა თუ ბავშვმა ნიშნულობა არ აქვს, უნდა მომიტანოს შუშა, იმიტომ რომ შუშა გამიტეხა. აგრევე სკამი გამიტეხა გენაცვალე ლომთაძის მშობელმა. მშობელმა? დიახ, მშობელმა გწია და ბავშვმა. ხო. ბავშვმა უნდა მომიტანოს გენაცვალე სკამი, რადგან გამიტეხა. კი, მოვიდა. უნდა მომიტანოს სკამი. გრიგოლიას ბავშვმა გამიტეხა გრიგოლიას ბავშვმა უნდა მომიტანოს ნეკნები. აი ესე. რამდენი? რა ვიცი, დათვალეთ. იმ დღეს კიდე ბიოლოგიის მასწავლებელი თინა საცოდავი ჩაუკეტიათ საწყალ იმაში
კლასში. ჩაუკეტიათ და ჩაიკეტა ხალი ყველა წასული იყო. კიდევ კარგი საწყალი, კიდევ კარგი ძველი სპეცნაზელი იყო თინა და რაღაცა ზრიალში მავაშიგერი ჩიანგრია გარები და გამოვიდა. კიდევ კარგი. ხო. კიდევ კარგი. ფონდის ფული გენაცვალე. ფონდის ფული, ხო, ფონდის ფული. ხო გამოვატანეთ ბავშვებს. ფონდის ფული. რა ფონდის ფული? 5 ლარი, კი, მეც გამოვატანე შენ. 5 ლარი. 5 ლარი კი მოიტანეს, ჩემი ჯიბის ფული მოიტანეს 5 ლარი. ფონდის ფული? სად არის? ხო. მე ექსკურსიაზე მივდივართ ახლა იმაში, რა ქვია, სოფელში ჩემთან, საქმე არის დასაბარი იქ რაღაცა, ექსკურსიაზე მივდივართ, ავტობუსით მივდივართ, 20 ლარი არის საჭირო. ამბავია 20 ლარი. 20 ლარი რა თუნდა რა თუნდა ავტობუსი 20 ლარი. ავტობუსი კი არა, ავტობუსით მივდივართ მეთქი, კაცო. ავტობუსით 5 ლარად წახვალ, აბა, ავტობუსები დავიქირავე, რომ ნორმალურად ჩავიდეთ იქა. ხო. ავტობუსებით მივდივართ. დღეს მოვდიოდი კიდე და არაფერი არ გამიჩერა და ტაქსით წამოვედი. 12 ლარი წამგლიჯა. 10 ლარი უნდა დადოთ ეხლა, მე ხო არ დავდებ. ის 2 ლარი არ მიდა, კაი არა გთხოვთ, 10 ლარს დადებ. მობძანდი. გამარჯობა. ძალიან კარგი. დაიწყო კრება უკვე? უჩა ჯანხოთა. ჯანხოთელის მშობელი თქვენ ახართ, ხო? ხო, ჯანხოთელის. ძალიან კარგი. ეხლა რა უნდა გითხრათ? რა უნდა გითხრათ? იმ დღეს თქვენმა ბავშვმა რა მითხრა? მოვიდა კლასში ადგა და მეუბნება რომ თქვენზე კარგი მასწავლებელიო არ არსებობსო ამ სკოლაშიო. თქვენო ხართო ძალიან კარგი მასწავლებელიო. თქვენ ხართ უსაყვალესი ადამიანიო და ვეღარ მოვითმირე აქ ამომასხა. აი ესე ავწიე ხელი და აი ესე გადაუსვი. აი ესე მოვეფერე გენაცვალე, აი ესე გადაუსვი და თქვენს დიდი მადლობა გენაცვალე რომ ესეთი კარგი შვილი გაზარდე. დიდი მადლობა. იცით რას გეტყვი? დიდი მადლობა თქვენო, თქვენს ასეთი კარგი ხართ. არაფერი, ხო და თქვენი ეთი უშობილება. აი თქვენი ეთი უშობილება. თქვენ ეთი უშობილებაზე ჯიშდები და საერთოდ ასეთ მოტიცებას ვერ ავიდათ. ო, დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა რომ მოგძანდით. დიდი მადლობა.